დიახ, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია პოლიტიკოსების განიარაღებით, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების, თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზღვარი დასაცავი. ეს ზღვარი არის პოლიტიკურ გონიერებასა და პრინციპულობას შორის, რომელსაც ლელო და კოალიცია ძლიერი საქართველო იცავს. ჩვენი ლიდერები იყვნენ პირველები, რომლებიც დაიბარეს არალეგიტიმურ საცირკო წარმოდგენაში და მიიწვიეს როგორც გამოკითხვაზე მოწმეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა ჩვენ გქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია, პირველივე პოზიცია, რომ არ აპირებდა არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე ამ კომისიაზე მისვლას, მონაწილეობას იმ წარმოუდგენელ სასცენო დადგმაში, რომელიც თეატრ ლუკიანმა წარმოადგინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის დაკვეთით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი ძალიან ნათელი იყო, რომ პრინციპულად უარი გვეთქვა კომისიაში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, გააზრებული გვაქვს ის საფრთხე, რომელიც არსებობს და ეს საფრთხე არ იხსნება დღის წესრიგში, არც გირაოს გადახდით, არც გირაოს არ გადახდით. ეს არის ერთწლიანი პატიმრობის რისკი. ეს რისკი პირველი, ვინც აიღო მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. უცნაური სანახავია ის, რომ ნაციონალურ მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი კომისია ისე მთავრდება, რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობის არც ერთი ლიდერი ყოველ შემთხვევაში მოქმედი არ არის გამოკითხული. აქ მთავარი მიზანი იყო ის, რომ უბრალოდ დღის წესრიგი შეეცვალათ მოქალაქეებისთვის, დღის წესრიგი შეეცვალათ ოპოზიციური ლიდერებისთვის, რომლებიც საუბრობდით რეალურ პრობლემებზე, რეალურ გამოწვევებზე. ეს არის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რუსული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, ევროინტეგრაციის პროცესი, ახალი არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის აუცილებლობა და პოლიტპატიმრების საკითხები. აქედან აქცენტის გადატანა 15-20 წლის წინანდელ საქმეებზე, რომელიც გამოძიებაც, უпростоრად არ გამოძიებაც, სწორედ ისევ ქართული ოცნების და ივანიშვილის ბრალია, იმიტომ რომ მურუსიძეც გადაიბარეს, ის პროკურორებიც გადაიბარეს, რომელიც თავის დროზე დანაშაულებებს ჩადიოდნენ და ჩვენი არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ ერთია, რომ ისე შევცვალოთ ეს სისტემა, რომ არც ის პროკურორები დარჩნენ სისტემაში და არც ის მოსამართლეები, ვინც ჯერ ნაციონალურ მოძრაობის დროს ჩაიდინეს დანაშაული და ახლა ქართულ მოძრაობამ გაამწვავა, პირიქით გააუბედურა, დაამძიმა, ამას დაუმატა საგარეო ვექტორის ცვლილება და ასე შემდეგ და ის რუსული კანონები, რუსული რატო, იმიტომ რომ შევიწროებაზე, დახურვაზე, განადგურებაზეა ორიენტირებული, როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური, კრიტიკული მედია საშუალებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების შეზღუდვის, ლიდერების დაკავების და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ნათელი პოზიცია გვაქვს ამასთან მიმართებით, რომ ამ რეპრესიაზე არ წამოვეგებით, თუმცა არ ვაპირებთ, რომ გაუადვილოთ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ არ ვაპირებთ განვაიარაღოთ საკუთარი თავი. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ყველა შესაძლო მეთოდით. მურუსიძის სასამართლოშიც კი მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მზად არის მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ამ პროცესში მათ შორის საზოგადოებასაც ვაწვდით ჩვენ ინფორმაციას იმ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ამოქოქილი აქვს ივანიშვილს და მის ბანდას, რომელიც მხოლოდ ამ პროპაგანდაზე და ძალაუფლების ამ ფორმებზე დგას. ირაკლი, თქვენ საუბრობდით ამ კომისიის საკითხზე, სხვათა შორის ახლა სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებენ ერთ-ერთი ესეთი პირი, რომელიც არის გამოკითხვაზე კომისიის წინაშე, არის გურამ თირქია და ის ამბობს ესეთ ფრაზას კომისიაზე, რომ მას უთხრა პროკურორმა, რომ ახალაიასთან დასწრებით დაეწერა მიწების, ასე ვთქვათ, გადაცემის შესახებ ეს აქტი და არ მინდაო არც გვარი არ გავიხსენებ, ახლაც მუშაობს და არ მინდა რომ თქვაო, ხო? აი თუნდაც ეს ერთი კონკრეტული ფრაზა გამოხატავს იმ სურათს და იმ ინტერესს, რომელიც რეალურად აქვს ამ პროცესის მიმართ ქართულ ოცნებას. როგორ ფიქრობთ, ეს ამაზე მიუთითებს, ანუ რა არის რეალურად ამ კომისიის ინტერესი, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანების მიერ ხდება ამ მძიმე ფაქტების გახსენება და ჩვენ წლების განმავლობაში ცხადია, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვენახა ამ საკითხზე დამდგარი განაჩენები, ვისაც არ უნდა შეხებოდა ეს საკითხი, ხო? ეს იყო სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების ვალდებულება, რომ ყველა ეს საქმე გამოეძიებია და დღეს ამ ადამიანებს მე რამდენეთ უკვე წესით მხოლოდ საგამოძიებო უწყებაში უნდა ელაპარაკათ ამის შესახებ და იქ უნდა იყოს უკვე დასრულებული ეს საკითხები. რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა, ეს ყველა საქმე ანა გამოძიებული უნდა იყოს აქამდე, მაგრამ მათ არც სურვილი ჰქონდათ გამოძიების და მათ პირიქით მიჩქმალეს მათი ინტერესები, ყველა გამომცვლელი, რომელიც გამოდის ხოლმე ამ საცირკო წარმოდგენაში საგამოძიებო ეგრეთ წოდებულ კომისიაში, ყველა ამბობს, რომ დღეს აქვს პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, რომელმაც არ გამოიწია. აქამდე სხვა ბიზნესმენი ვნახეთ, რომელიც ამბობს, რომ პირიქით გაოგნებული ვარ თქვენი სასამართლო სისტემით, რომელმაც არ გამოიწია ჩემი საქმეები. დღეს ამბობს ეს გამომცვლელი, რომ ის პროკურორი, რომელიც თავის დროზე თურმე მასზე ძალადობდა და რაღაცას ართმევდა, დღეს ქართული ოცნების პროკურორია. მანამდე ამბობენ, რომ პრობლემები ვერ მოაგვარეს ქართული ოცნების პირობებშიც კი. ეს უბრალოდ დასტურია იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ გადაიბარა მთელი დანაშაულებრივი სისტემა. რაზე ლაპარაკობს თეატრუკიანმა და სოზარ სუბარმა, რაზე უნდა ილაპარაკოს ანა, როცა ადეიშვილის მოადგილე გივი მიქანაძე ყავთ ერთ-ერთ ლიდერად და ერთ-ერთ მთავარ სპიკერად ქართულ ოცნებაში. თუ მსგავსი ტიპის დანაშაულებები იქნა ჩადენილი და ჩემი აზრით იქნა თავის დროზე ესეთი დანაშაულებები ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან ჩადენილი, გივი მიქანაძე ადეიშვილის მოადგილე რატომ ყავთ უმრავლესობაში? მარტივად ვკითხულობ. სანდრო გირგულიანის მოსამართლე ლევან მურუსიძე როგორ ყავთ სასამართლო სისტემის მთავარ საყრდენად? როგორ შეიძლება ყავდეს აი 2 დღის წინ გადააყენეს ახლა მეგის ქარდავას მოადგილე არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერობიდან და ეს ხო გადავსებულია ხო მთელი სისტემა ამ მოცემულობაში ნაციონალურ მოძრაობის დროს მყოფი კეთილსინდისიერი კი არა. ვინც ყველაზე მეტად დამნაშავე იყო, ვისაც სისტემურ დანაშაულებებში ხელი ჰქონდა გასული, ისინი გადმოიბარეს. და ამ ვითარებაში პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებაზეა და ეს უნდა ესმოდეს პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ მხარდამჭერებს, რომლებიც ხელს იშველენ სხვაგან. თუ ვინმეა დამნაშავე იმ უსამართლობაში, იმ უკანონობაში, იმ უთანასწორობაში, რომ არ გასწორდა დაშვებული შეცდომები, სამართლიანობა არ აღდგა, ეს არის ივანიშვილი და მისი ბანდა. სამართლიანობა აღდგა მხოლოდ და მხოლოდ ფარცხალაძისთვის, რომელიც ცალიკალოშით მოვიდა და დღეს ასეულობით მილიონი აქვს გატანილი ამ ქვეყნიდან. რა დამსახურებით მიიღო ფარცხალაძემ ამ ტიპის სიმდიდრე? ან ის მინისტრები, ან ის დეპუტატები, რომლებიც ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ამ ტიპის ქონების დაგროვებას. ეს ხო ფაქტობრივი თქვენ ტელევიზიის ეთერში მელაძის შაბათის გადაცემაში ძალიან ბევრჯერ მე მინახავს წარმოუდგენელი სიმდიდრე იმ მოქალაქეებისა, იმ ჩინოვნიკებისა, ქართული ოცნების კვოტით, რომლებმაც უზარმაზარი ქონება დააგროვეს. ვიცემერი ირაკლი ხმალაძე, რომელზეც შეკითხვებია ხო რეალურად არსებობს. აჭარაში ახლა რაც ხდება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რომ თურმე თავისი განცხადებით გადადგა, ბათუმის მერი რომ თავისი განცხადებით გადადგა, ქობულეთის მერი რომ თავისი განცხადებით გადადგა. რამე სქემა ხო არა აქვს ისეთი, რომელიც მძიმე დანაშაულებებზე მიანიშნებს. რა ხდება რეალურად? ამას თავის დროზე გაეცემა პასუხი, როცა ხელისუფლება შეიცვლება. ისევე როგორც 2012 წლის შემდეგ გამოაშკარავდა მათ შორის წარსული მძიმე შეცდომები თუ დანაშაულებები. ქართული ოცნებას კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებები იქნება, მე დარწმუნებული ვარ. ჩვენ რაღაცნაირად თითქოს და ვისწავლეთ, რომ რაღაც გავატაროთ. გავატარეთ, რომ ციხეში ადამიანი ცემაში მოკლეს, შემდეგ კომის მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში და ინსულტი გაუფორმეს ადამიანს, რომელსაც სახეზე ჰქონდა 30 მოტეხილობა. მხოლოდ თავის ქალის 30 მოტეხილობა ჰქონდა და ინსულტი გაუფორმეს. ესეთ პატიმარს. ხო, რა შეიძლება დააინვალიდეს და ისე გამოიყვანეს მეორე პატიმარი. ამ ტიპის ძალადობას, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ჩადიან მოქალაქეების წინააღმდეგ, დახვედრა ქალებზე, გოგოებზე ძალადობა, წინააღმდეგობის არანორმალური ფორმები, რომელიც ხელისუფლებამ გამოიმუშავა. არაფერს ვამბობ ტერორზე, რომელიც არის მათ შორის მცირე ბიზნესის მიმართ, რომელმაც ოდნავაც კი ხმა მოიღო საგარეო სამსახურის თანამშრომლების და დიპლომატიური კორპუსის დატერორება ყოველდღიურად. გუშინ რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა გაეროს ტურიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის გენერალური მდივანი გადააყენა, გამოიწვია კანდიდატურა და მხარი დაუჭირა არაბს, საუდის არაბეთის კანდიდატს. ანუ საკუთარი კანდიდატი, ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ასეთ მაღალ თანამდებობაზე რომ არასდროს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე ეროვნებით ქართველი, დაგმო
ის ჩამოაგდო პოზიციიდან და საუდის არაბეთის კანდიდატს დაუჭირა მხარი. რატომ? იმიტომ რომ არადა ეუბნება ღია ტექსტით ეს ადამიანი კობახიძეს, რომ არ არის Deep State-ის წარმომადგენელი და არც გლობალური ომის პარტიას წარმოადგენს. საკმაოდ ისეთი საკითხია, რომელიც შეიძლება მეორე სამწუხაროდ ენაა, რომ თავის დროზე უნდა ამოეღო ხმა ბატონ ზურაბს თავის დროზე უნდა ამოეღო ხმა, როცა ქვეყანაში ესეთი მძიმე მდგომარეობა იყო და თითოეული მაღალი პოზიციის მქონე პირის მხრიდან გაბედული საჯარო განცხადება იყო აუცილებელი, თავის დროზე რომ ეთქვა, შეიძლება ბევრად სხვანაირად ყოფილიყო, ბევრს რომ ეთქვა თავის დროზე ბატონი ზურაბ პოლიკაშვილის განცხადება არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, საკმარისი, მაგრამ ბევრს რო გაებედა ეს პროცესი, მათ შორის მათ გაებედათ, რომელთაც ხმა არ ამოიღეს და დღეს მაინც მიადგნენ, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თუ სხვა სამინისტროს თანამშრომლები. ეს დევნა, რომელიც ხორციელდება, როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქე ამ ხელა პოზიციიდან გამოიხმო, უარი თქვა, ჩამოაგდო პოზიციიდან და დაუჭირო სხვა ქვეყნის მოქალაქეს და საუდის არაბეთის წარმომადგენელს მხარი, ხო? არ არსებობს არგუმენტი, რომელთაც შეიძლება საკუთარი ეროვნული ინტერესი დააზიანო, ეროვნული ინტერესი და გააძლიეროს სხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, მოქმედებს თუ არა დღეს ქართული ოცნება სანქციების შიშის კარნახით, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ მეგობარ აქთან დაკავშირებით რა რეაქცია ქონდა ქართულ ოცნებას, ასევე კობახიძე, რომელმაც დამატებითი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია დუმილი ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ხო ესეც მიუთითებს რაღაცა იმ გაჭედილ პროცესზე და თავის მხრივ ევროპა, იგი ევროდეპუტატი, რომელიც პირველებთან საუბრობს, რომ აი მეგობარი აქტის მიღება და ტრამპის მიერ ხელმოწერა იქნება, ასევე სერიოზული ბიძგი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რომ მათაც იმოქმედონ ინდივიდუალურად, ხო, ნაციონალურ დონეზე სანქციების კუთხით. აი ამაზე რეაგირებს ასე მძიმედ სწორედ ოცნება და მათი გადაწყვეტილებებიც აი ამ შიშით არის განპირობებული, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ანა დასაწყისში როგორ დასცინოდნენ საერთოდ სანქციების შესაძლებლობას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასცინოდნენ მეგობარი აქტის წარმდგენს ჯო უილსონსაც და ასე შემდეგ. დღეს ეს სიტყვა ყველაზე მეტად უხდება ჭყვიტინებენ და ამბობენ რომ დიდი საფრთხე არის თურმე ეს სანქციები მათ კისერზე, თუმცა ჩვენ ნათლად გვაქვს გააზრებული რომ სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებს უნდა დაედოთ. ეს არის პერსონალური სანქციები, იმიტომ რომ მათ პერსონალურად უნდა მოუწიოთ პასუხისმგება. სანამ საქართველოს ეროვნული ინტერესები საბოლოოდ დაზარალდება, სანამ დაზარალდება, ისინი უნდა დაზარალდნენ, რომ ჩამოვიშოროთ და ეს ეროვნული ინტერესები გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რაშიც ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა. ჯერ ამბობდნენ, რომ არ გვაინტერესებს ამერიკის შეერთებული შტატები, რას იტყვიან, რას დაწერენ, რას მოქმედებენ, არც მათი პოლიტიკა, არც მათი ეკონომიკა და ეხლა რიგში არიან ჩამდგრები და ოცნებობენ იმაზე, რომ ეს რეალური არ გახდეს ის მეგობარი აქტი, რომელიც უკვე სენატმა დაამტკიცა, კონგრესში განხილვის ეტაპზე იყო, ამიტომ ნათელი მაგალითია, მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ მათ. ან მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების თავისუფლებას, მათ შორის ჩემი კოლეგების, ვეფხია კასრაძის თავისუფლებას, ვასილ კაძელაშვილის, სხვების თავისუფლებას და ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება, რომ რაიმე ტიპის კომპრომისზე ვილაპარაკოთ. სხვა არჩევანი მათ არ აქვთ. ბიძინა ივანიშვილს და მის გარშემო მყოფ ბანდას მოუწევს ამ მძიმე პასუხისმგებლობის აღება, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდება ყოველ ჯერზე. ყოველ ჯერზე დამძიმდება, იმიტომ რომ არ ვაპირებთ გავჩერდეთ სანქციებსაც მოვიტანთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის, თქო პერსონალურს და მისი გარემოცვისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოს მოსახლეობას ეს არ უნდა შეეხოს. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო არ უნდა დაზიანდეს, მაგრამ ზიანი და ფასი უნდა გადაიხადოს ბიძინა ივანიშვილმა. სხვანაირად შეუძლებელია მისი უკან დახევის მიღება და მათ უკან დახევა აუცილებლად მოუწევს. ამისთვის ვშრომობთ საგარეო ველზეც, საშინაო ველზეც. დიდი მადლობა ირაკლი, დაგემშვიდობები. ირაკლი კუპრაძე, ლეონიდ გერის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა ჩვენს ეთერში. ახლა რეკლამა